სხვათა შორის ხშირად მიფიქრია იმაზე, თუ რატო ხდება ისე, რომ ზოგი ადამიანი მაშინვე ხდება, რას გრძნობს მეორე ადამიანი. ყოველგვარი სიტყვებისა და ახსნა განმარტების გარეშე. იმიტომ, რომ ყველა ერთნაირად არ ამუშავებს სოციალურ სიგნალებს. ადამიანები გამუდმებით აგზავნიან არავერბალურ სიგნალებს. მაგალითად, ხმის ტონით, ჟესტებით, სახის გამომეტყველებით, სხეულის პოზიციით. ზოგი ადამიანი ამ სიგნალებს უკეთ აღიქვამს და ემოციურ ცვლილებებსაც უფრო უკეთესად ამჩნევს. და ასევე კვლევებიც აჩვენებს, რომ ადამიანებს შორის არსებობს განსხვავებები არავერბალური სიგნალების ამოცნობაში. ანუ ზოგ ადამიანს უბრალოდ უკეთ შეუძლია, რომ ამოიცნოს ადამიანის სიგნალები და სხეულის ენა და დაუშვათ ადამიანი ამ ნიჭით არ დაბადებულა. მაინც შესაძლებელია, რომ შეიძინოს ეს უნარი ახლა და განავითაროს. კი ბატონო, რა თქმა უნდა, ეს უნარი სავსებით შესაძლებელია, რომ განავითარო. საკმარისია დაიწყო ყურადღების მიქცევა დეტალებზე. ანუ არა მხოლოდ იმაზე, თუ რას სიტყვას ამბობს ადამიანი, არამედ იმაზე, თუ როგორ ამბობს ამ სიტყვას. როგორი ხმის ტონით, როგორი სახის გამომეტყველებით, როგორი სხეულის პოზით. თუ შენ ამ პატარა დეტალებს ხშირად და სისტემატურად დააკვირდები, მაშინ ეს უნარი გაგიუმჯობესდება. აი მოდი ახლა ასეთი ვარჯიში გავაკეთოთ. მე ერთ რაღაცას გეტყვი და შენ აბა ვნახოთ, რამდენად კარგად შეძლებ ამოიცნო ამ ნათქვამის შინაარსი და არავერბალური სიგნალები. მეგობარო, შენ ყველაფერი მართლაც ძალიან კარგად გამიგდის. შურს შენი, ყველაფერში ძალიან მაგარი ხარ. თუ შენ სახის გამომეტყველებების ამოცნობა გეხერხება, მაშინ მარტივად ამოიკითხავდი ამ ნათქვამში ირონიას. საბოლოო ჯამში კი, როგორც ყოველთვის ვახსენებ ხოლმე, ნებისმიერი ჩვევის ჩამოყალიბებისთვისა და ნებისმიერი უნარ ჩვევის შეძენისთვის აუცილებელი არის სისტემატურობა. თუ შენ პატარა დეტალებზე სისტემატურად დაიწყებ დაკვირვებას, დამიჯერე, რომ შენი ეს უნარი განვითარდება. გამოიწერე არხი და დაალაიქე ეს ვიდეო. ასევე კომენტარებში დაწერე შენი აზრი, რას ფიქრობ ამასთან დაკავშირებით. აბა, დროებით და გისურვებ თვით განვითარებას.